მთავარი არის, რომ თითოეულ ჩვენთაგანს მართლაც შეგვიძლია მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ამ მოძრაობის სწორად და სწრაფად განვითარებაში. ჩვენ გვჭირდება იდეალისტების საზოგადოება, რომელიც დაეფუძნება ახალ წოდებას. მთელ მსოფლიოს, მთელ სამყაროს, საქართველოს ყველა სოფელს ექნება წვდომა მთელ მსოფლიოსთან. ეს არის დიდი რეფორმა და დიდი სიხარული ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ისაც დღეს აქ ხდება, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს კომპიუტერი რეალურად იქცა იმად რაც ადრე წერა-კითხვა იყო, ან კომპიუტერის ცოდნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემთხვევაში მე როგორც ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ამდენ უერთდები იმ წამოწყებას, რომელიც მოდის ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროდან და სახელმწიფოდან, ჩვენ მივესალმებით ამას ძალიან. ნით ისეთ სისტემა, სადაც საუკეთესო გამოცდილებები შეგვიძლია გავიზიაროთ და ვაჩვენოთ ერთი სოფლიდან მეორე სოფლიდან მესამეს. იყოს კოლაბორაციული შესაძლებლობები, რომ თქვათ რამოდენიმე სოფლის სხვადასხვა მოსახლე გაერთიანდეს და რაღაცა ერთიანად მიაწოდოს და ასე შემდეგ. სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ მეთოდოლოგიაზე, აი კომპიუტერის ორის გავრცელებაზე ვფიქრობ, საკმაოდ დიდი ხანი იყო. რეალური პრობლემა იყო. ქმნით პროდუქტს, მოხმარება არ არის ამ პროდუქტის ისეთი, როგორც აუცილებელია, ხო? და მეთოდოლოგიაზე ვეძებთ და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ჩვენ საუბრობთ 19 საუკუნეში ჩვენთან იყო ეს მეთოდოლოგია. Fakultების გამოცდილებების ნახეთ და არსად გავსი არ გვინახავს. იქაც სხვათა შორის წერა-კითხვის გამოცდილება ამ ცენტრებს გარკვეული ბიზნესი, ასე ვთქვათ, დატვირთვა ჰქონდა. ჩვენთვის ძალიან ამაღლებელი იყო ყველა იმ ადამიანის გახსენება, ვინც საუკუნის წინ ძალიან დიდ საქმეს აკეთებდა საქართველოსთვის და ვფიქრობდი, რომ ალბათ თუკი ყველაფერი ისე განვითარდა და ისე გაკეთდა, როგორც ამ პროექტშია ჩაფიქრებული და მე ამის საშუალებას მაძლევს თუნდაც ის განხორციელებული პროექტი იუსტიციის სახლის თუ როგორ გაკეთდა ამ იდეიდან უკვე შედეგი. მე ვფიქრობ, რომ ესეც ისე განვითარდება, რომ საუკუნეების შემდეგ ალბათ ჩვენი მომავალი თაობები ასეთი სიამაყით გაიხსენებენ დღევანდელ დღეს. მირბის მიმაფრეს უგზოვლოთ შენი მერა უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი გასიმერანო შენ შენებას არ აქვს სამწვარი დანიავს მიეც ფიქრი ჩემი შავად მიყრება წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განზრახვა და მოქმედება შორს წუდება თუ მართლა საზოგადოებამ და მისმა გამრეჯალობამ ხლადაგასრულეს ყველაფერი რაც კი წესდებულებაში არის მოხსენებული, იმედია რომ ჩვენი ხალხის წარმატება და განვითარება ბევრად წინ წაიდგამს ფერზე. მართალია ჩვენი საზოგადოება იწოდება წერა-კითხვის გამავრცელებლად, მაგრამ დიდი შეცდომა იქნებოდა გვეფიქრებით, რომ მის დამაარსებლებს სახეში ქონებოდათ მხოლოდ წერა-კითხვის სწავლება. მე მგონი ძალიან საინტერესო საღამო გამოვიდა და რაც თავარი მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ განათლება ყოველთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა. მე ულოცავ ჩემ თავს, ასევე ულოცავ სრულიად საქართველოს, იმიტომ რომ ახალი ეტაპი დგება ჩვენს ცხოვრებაში. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ეს არა მარტო თითოეულ ოჯახში შეიტანს ცვლილებას. სასიამოვნო დღე იყო, ძალიან სასიამოვნო საღამო და რაღაც ისე შეიძლება ძალიან დიდი ისტორიული მომენტის შემწე გავხდი და ძალიან მიხარია, რომ ესეთ დროს მომენტზე არ ყოფნა. ეს მართლა დიდი საქმე გეთდებოდა, იმედია მაქვს, რომ წარმატებული იქნება. თქვენი მონაწილეობა ამ ყველაფერში არის სრულიად გადამწყვეტი და რა თქმა უნდა პირველ რიგში მინდა გიორგი ვაშაძეს უთხრა დიდი მადლობა. მე ვფიქრობ ეს არის ძალიან კეთილშობილური საკითხი და საქმე.
ჩვენ მივდივართ ისევ საფუძვლებისკენ და იცით რომ ეს საზოგადოება წერა-კითხვის გამავრცელებელი დააფუძნა ილია ჭავჭავაძემ. და ილიამ თქვა რომ ცოდნა ანთებულ სანთელს გავს, ერთ სანთელზეც რომ 1000 სხვა სანთელი მოუკიდო, სანთელს იმით არც ალი დააყდება, არც სინათლე, არც სიცხოველე. პირიქით იმატებს კიდეც, რადგან ერთის მიერ მაგიერ 1000 სხვა სანთელი იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპსა. დაახლოებით იგივე შეიძლება სანთელი დღეს არის კომპიუტერი ჩვენთვის. ეხანდელ დროში ცოდნა ყველაფერია. ფულზე დიდი ბაზარი აქვს, ხმალზედაც უფრო მეტად ჭრის, სარბაზდანაც უფრო ძლიერია. ჩვენ ვართ 7 მილიარდიან სამყაროში, 5 მილიონზე ცოტა ნაკლები ქვეყანა. ადამიანი, რომელიცაც კომპიუტერი აქვს და ჩართული Excel-ში, სოფელ ვეჯინში სიტყვაზე, ან ნებისმიერ სხვა სოფელ გავაში აქვს ზუსტად ისეთივე შესაძლებლობით სარგებლობს, როგორც სანტა-ბარბარაში, სანტა-მონიკაში და სინგაპურის ჩართული ადამიანი კომპიუტერულ ქსელში. ჩვენ გვექნება უახლოეს მხანში 80% სოფლებში კომპიუტერული ქსელი ინტერნეტი. ვაცხადებთ მზადყოფნას, რომ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა საქართველოში კომპიუტერისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნის გასავრცელებლად, რისთვისაც ვაფუძნებთ კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელ საზოგადოებას. თუმცა დღეს ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ავტომატურად და ამ ახალი გამოწვევების საპასუხოდ ვქმნით კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელ საზოგადოებას და ვიწყებთ ახალ პროექტს. პირველი პროექტი. ეს არის მე მგონი ჯობია კონკრეტულად პროექტზე ვილაპარაკოთ. რატო არის მნიშვნელოვანი ამ სოფლებში ინტერნეტის შეტანა? იმისათვის, რომ ეს ყველაფერი შეიძლება იქცეს შემოსავლის წყაროდ თითოეული ოჯახისთვის. იმისათვის, რომ განვითარება ხელმისაწვდომი გახდეს ყველა მაცხოვრებლისთვის სოფლად თუ ქალაქად. იმისათვის, რომ თითოეული ადამიანი იყოს დასაქმებული, ჰქონდეს მეტი შემოსავალი, იყოს უფრო განვითარებული, აუცილებელია იცოდნენ ტექნოლოგიები. ტექნოლოგიების მეშვეობით. მათ უნდა მიიღონ ცოდნა თუ როგორ უნდა მოიყვანონ მოსავალი, რომ მეტი ჰქონდეთ მოსავალი. სად შეიძლება გაყიდონ მოსავალი, რომელიც მათ მოყავთ. სად შეიძლება დაუკვეთონ ტექნიკა, რომელიც მათ ჭირდებათ იმისათვის, რომ მოსავალი ჰქონდეთ. სწორედ აი ამაზე იქნება ორიენტირებული. თითოეული სოფლის მაცხოვრებლის ყოველდღიური შემოსავლის ზრდაზე იქნება ორიენტირებული ეს პროექტი. ცოდნა ეს არის მართლაც საფუძველი და შესაძლებლობა იმისათვის, რომ განვითარდეს ადამიანი და ჰქონდეს მეტი შემოსავალი. მოგესალმებით ყველას, მართლაც სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და სწორედ აქედან გამომდინარე გთავაზობთ ყველას, რომ ერთად დღეს დავაფუძნოთ კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი, რაც ჩვენ გვაქვს, არის, რომ კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება უნდა იქცეს შესაძლებლობა თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის, რომ მიიღოს სრულყოფილი ცოდნა, ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ინფორმაციული ტექნოლოგიებისათვის აუცილებელი ყველა რესურსზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჰქონდეს პირდაპირი კომუნიკაცია მთელ დანარჩენ სამყაროსთან. მთლიანად გადახედოს თავით, ახლებურად შეხედოს თითოეულმა ადამიანმა თავის განვითარებას. პირველი პროექტი, რომელსაც კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვეობით ჩვენ დავიწყებთ და თითოეული თქვენთაგანის მხარდაჭერით, ეს არის, რომ 300 სოფელში პირველ ეტაპზე და შემდეგ უკვე აბსოლუტურად ყველა დასახლებულ პუნქტში გაიხსნება კომპიუტერული ცენტრები. შევარჩევთ 2 ადამიანს თითოეულ ამ სოფელში, მივცემთ 3 კომპიუტერს თითოეულ ცენტრს და ეს ადამიანები 4 მიმართულებით იმუშავებენ. საბოლოოდ ჩვენი მიზანი არის, რომ შევქმნათ ისეთი გარემო, რომ თითოეულმა ადამიანმა შეძლოს თვითგანვითარება მისი ინტერესის შესაბამისად და რაც მთავარია, საქართველო გახდეს ქვეყანა, რომელიც მაქსიმალურად იყენებს ახალ ტექნოლოგიებს და დავანახოთ თითოეულ ჩვენი მოქალაქეს, რომ შეუძლია იმუშაოს არა მხოლოდ სოფლის ფარგლებში, არა მხოლოდ ქვეყნის ფარგლებში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 7 მილიარდიანი მოსახლეობა შეიძლება თავიდან ბოლომდე გავხსნათ თითოეული მოქალაქის. არაჩვეულებრივი საღამო და მოგილოცოთ ყველას და საწყისი არის მართლა არაჩვეულებრივი და იმედია განათლების დონე ბევრად უფრო ამაღლდება საქართველოში და წინ წავალთ და გავწყინდებით.
სექტემბრიდან 300 სოფელში 600 ადამიანი დაიწყებს მუშაობას და მათი ძირითადი ამოცანა არის ცოდნის გავრცელება, ინტერნეტის შეტანა, კომპიუტერული ტექნოლოგიების შეტანა ყველა ამ სოფელში.